მიმართვა პოლიციელებს, სხვებსაც, ყველას რომ ბატონებო, გომელაურის საქმე არის წასული. ისეთ სანქციების ქვეშ არის, ის იქიდან ვეღარ გამოძვრება. მისი და მისი ბევრი მაღალჩინოსლის საქმე უკვე არის წასული. მათ იციან, ისინი გითხრევენ თქვენ ამ სუთ საქმეებში. თქვენ რას ერჩით ქართულ ხალხს ვერ გავიგეთ თქვენ. ხო შეგიძლიათ ცოტი მოხვიდეთ აზე რომ არ ჩაყვეთ ამ გემს რომელიც უკვე ჩაძირულია ფაქტიურად და გომელაური არ განებებთ თავს ეთყობა. ბატონო გომელაურა ამ ბავშვებს რაც ერჩით აი მე ბავშვები უწოდე დღეს იმ პოლიციელებს შემცხომერე უთხარი ახალგაზრდებო მეთქი ხელი უკანკალებდა რომაზლებდა იმას ბატონო რა ვქნა აი ნახეთ რა დავდე ეს ყველაფერი მე Facebook-ზე სხვა სახის გამომეტყველებაც ამბობდა ყველაფერს მათ მდგომარეობაზე როგორ ეუხერხებოდა ძალიან იცი რა კარგ ოჯახში აღზრდილია ახალგაზრდები არიან თუმცა შეუძლიათ საქართველოს ემსახურონ პატიოსნად პატიოსნად ემსახურონ რატო აიძულებენ ამათ აკეთებენ ეგეთ საქმე რატო აიძულებენ ეს ხო არ არის ეს რატო უნდა რომ ესეთივე გამოვიდნენ ეგენი როგორც გომელაურია და მისი თანაშემწეები გომელაური ხო ეს ლამაზი კაცი რომელიც პირველად მოიყვანეს ვიფიქრე რა ლამაზი რაღაც ჩამოყალიბდა აბსოლუტურ იმათ ჯალათად იმის ხელში გაილახა 1000 ადამიანი დასაკიჩდა ციხეში წავიდა 1000 ადამიანი ესე იგი იბიძინა გომელაურიდან გააკეთა ჯალათი და ეს ჯალათი უნდა რომ ყველა ეგეთ ჯალათი იყოს რატო რის გულისთვის ცოტა დაუკვირდით პოლიციელებო მიხვდით რას აკეთებთ რომ იმეტებთ ხალხს საცემრად საიმისო ყველანი ეგრეთ ცხოვრობთ კაი ოჯახში გასწრილი ხალხი იყო ძალიან ერიდებოდათ ნუ რა ვქნათ ბატონო მე ხასიათს ვერ გამიფუჭებენ ის მე ისეთი სიტყვა და სიყვარული მივიღე გუშინ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას რომ ზოლის გაჩერება ერთი წუთით არ შეიძლება ერთი დღით კი არა ერთი წუთით ჩვენ უკვე გასული ვართ, გადასული ვართ მდინარეს, უბრალოდ აი მდინარის იქეთ ნაპირიდანაც გასაგდებები არიან ესენი. აი ცოტა საერთოდ ნაპირზეც აღარ იყვნენ. ჩვენ უნდა ხერში დაუდგეთ, აი ზვიადის მამას. ამის გვერდში უნდა ვიდგეთ 24 საათი, სხვების მშობლებთან უნდა ვიდგეთ 24 საათი. რუსთაველი უნდა იყოს გადაკეტილი ყოველ დღე. არ არის აუცილებელი 100,000 კაცი ყოველ დღე. რუსთაველი უნდა იყოს გადაკეტილი, რომ ჩვენი პროტესტი იქნოს საზღვარეთ. აი ხო ხედავთ დღესაც რა მოხდა საზღვარეთ. და ისა და ასეთ გავაგზავნოთ და აქციები იქნება, ყველაც არის აქცია 15-ში დიდი აქცია, 16-ში, 18-ში მიულოცავთ დაბადების დღეს ერთ ადამიანს და მე გავაგზავნოთ.